ორშაბათი დილა, ევროპული სკოლა ახალ კვირას იწყებს. ტრადიცია უცვლელია, ჯერ სკოლისა და საქართველოს ჰიმნის მოსმენა, შემდეგ წარმატებული მოსწავლეების დახმარებით დროშების აღმართვა. ახალი კვირის დაწყების ტრადიცია ბევრს ნიშნავს. ამ დროს ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება. საკუთარი სკოლის პატივისცემასა და ზოგადად ცხოვრებაში ტრადიციების დამკვიდრებასთან ერთად ხდება მათი წახალისება. დროშას ისწევს, ვინც ყველაზე წარმატებულია წარმატებულთა შორის. ბევრი მათგანი, ვინც ახლა აქ დგას, შეიძლება ჯერაც ვერ ხვდება, რატომ უწევს სკოლაში გავკვეთილების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მოსვლა. თუმცა განათლების სფეროში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს საკუთარი მყარი საფუძველი აქვს. პირველ რიგში ეს ზოგადად ტრადიციების დამკვიდრებაა, შეგრძნება იმისა, რომ გაქვს რაღაც საკუთარი, განსაკუთრებული. ის რაც წარსულს გაგახსენებს და მომავალს ჩაუყრის საფუძველს. თუმცა ამ ყველაფერს მოსწავლე მაშინ გაიაზრებს, როდესაც სკოლას დაამთავრებს და ცხოვრების ახალ ეტაპებზე გადავა. ევროპული სკოლა კერძოა, თუმცა დამოუკიდებლობის მიუხედავად ზოგადი სასწავლო კანონების დაცვით მოქმედებს. სწავლა ფასიანია, თუმცა ის მეთოდიკა, რომელსაც აქ მიყვებიან, სტანდარტული სწავლების გარდა მათ ინოვაციურ მეთოდებს მოიცავს. პირველ რიგში კი აქ კარგად იციან, მხოლოდ ერთსაათიანი გაკვეთილი მოსწავლეს ბევრს არაფერს მისცემს. პირველი და მთავარი პრინციპი ასე ჟღერს: ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისკენ. ამას მოსწავლეებსაც შეატყობთ. ბავშვები ერთდროულად არიან ზრდილობიანები და აქვთ საკუთარი თინეიჯერული სამყაროც, სადაც არის გაფრანჯვა, სიყვარული, სწრაფა ლიდერობისკენ. სკოლის ცალკეული სიმბოლიკა იმაზე მიუთითებს, რომ მათ შემოაქვთ ინოვაცია, რაღაც საკუთარი. იმის მიხედვით, თუ როგორი სტანდარტებითაა შედგენილი სკოლის ფორმა, გერბი თუ დროშა, მიხვდებით, რომ ევროპული სკოლა არ არღვევს ტრადიციულ პრინციპებს. ცოტა მძიმეა დღეისთვის, რომ ბავშვი იზრდეს თქვა 6-7 გაკვეთილი, მაგრამ შემდგომში აი ეს წრეობრივი მუშაობა, სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობა, აი ეს ინტელექტუალური თამაშები, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, ტელევიზია, რომელიც ძალიან გვეხმარება ურთიერთობაში ბავშვებთან და ბავშვების სიყვარული მაინც ყველაზე მთავარი. მე ამას გამოყოფდი. ბავშვები უნდა გიყვარდეს, რომ მოახერხო მათთან ურთიერთობა. მოსწავლეები მკაცრად განსაზღვრულ ფორმებში მიდიან სკოლაში. ეს ნიშანია იმისა, რომ არც ერთი მათგანი თავისი სოციალური სტატუსის მიუხედავად არ უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან. აქედან კი პირველი დასკვნა: თქვენს პატარას არასოდეს გაუჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი. დიდი ხანია, რაც სტანდარტული დღიურები მოძველებული სისტემაა. ევროპული სკოლა ახალ ინტერნეტ და SMS მართვაზე გადავიდა. არ არის საჭირო თვეში ერთხელ დანიშნულ მშობლების კრებაზე იაროთ და გააცდინოთ სამსახური. გააქვთ ხელთ ინტერნეტი ან სულაც მობილური ტელეფონი. მაშინ თქვენ ყოველდღიურად გააკონტროლებთ შვილის აკადემიურ მოსწრებას და ელექტრონული ჟურნალის საშუალებით გაიგებთ, თუ რა ქულები მიიღო მან, რამდენად კარგად ჰქონდა მომზადებული გაკვეთილი და დამაკმაყოფილებელია თუ არა მისი ყოფაქცევა. იმისთვის, რომ ბავშვები არ ჩამორჩნენ თანამედროვეობას, ინტერნეტთან მათაც მჭიდრო კავშირი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ გაცვეთილი ჩეთი. ისინი საკუთარ გვერდზე მიიღებენ მითითებებსა და დავალებებს მასწავლებლებისაგან. ნებისმიერი ინფორმაცია კი დეტალურადაა ასახული ვებგვერდზე 3w.europeanschool.g. დაწყებული ზოგადი დებულებებით, დასრულებული ახალი ამბებით სკოლის შემეცნებით გასართობი ღონისძიებების შესახებ. ბავშვები შენობაში დილის 9-დან საღამოს 4 ან 5 საათამდე არიან. ლოგიკურია, ნებისმიერი მშობელი ამ დროს ფიქრობს საკუთარი ბავშვის უსაფრთხოებაზე. ამიტომაც ევროპულმა სკოლამ უზრუნველყო მოსწავლეები ცალკე 2 იარუსიანი შენობით, სადაც დაცვა პირველ ადგილზე დგას. დაცვის სამსახური, რომელიც სკოლაში შემსვლელებსა და გამომსვლელებს მუდმივად აკონტროლებს. ბავშვებს აქვთ საკუთარი ბარათები, რომლებითაც შეუძლიათ სკოლის ტერიტორიაზე მოხვედრა და არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაზღვეულები იყვნენ ნებისმიერი შემთხვევებისაგან. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია კამერები, რომელთა კონტროლიც მუდმივად მიმდინარეობს. მაქსიმალურად კონტროლდება ტერიტორია, ასევე კონტროლდება შიდა პერიმეტრით. ჯამში სკოლის ტერიტორიაზე არის 37 კამერა. შეგვიძლია თქვათ რაღაც მონაკვეთი ნახოთ, გავიმეოროთ თუ რაღაც მოხდა. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბაზაში ინახება ეს ინფორმაცია. დილის საათებში, როცა ბავშვი შემოდის სკოლაში,
მას აქვს პლასტიკური ბარათი. შემოსასვლელში არის სპეციალური მოწყობილობა, დააფიქსირებს, გაატარებს ამ ბარათს. ამის შემდეგ ხდება აღრიცხვა კომპიუტერში. ასე რომ ფიქსირდება ბავშვი რომელ საათზე შემოდის სკოლაში და რომელ საათზე გადის. გასაკონტროლებელი ბევრია. საკლასო ოთახები და ჰოლები, 5 სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო დარბაზი, ჩოგბურთის, ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ეზო, სადაც დიდი შესვენების დროს ბავშვები გამოდიან, სასადილო, სადაც დღეში ორჯერ დრო კვებისთვისაა გამოყოფილი. ყველაფერი ამას საფუძველი არც თუ იმდენად დიდი ხნის წინ 2007 წელს ჩაეყარა და დღესაც წარმატებით აგრძელებს არსებობას. სკოლის შემადგენლობაში ასევე შედის ბიბლიოთეკა, სადაც თავს ერთად იყრიან ბავშვები და მასწავლებლები. კომპიუტერები, რომლებიც აქ დგას, არ არის ერთადერთი კავშირი გლობალურ ქსელთან. ისინი თითქმის მთელს შენობაშია გაბნეული. ბიბლიოთეკას ბავშვები ძირითადად დღის მეორე ნახევარში სტუმრობენ, სანამ მათ სპეციალური სკოლის ტრანსპორტი სახლებში წაიყვანს. თუმცა დაღამებამდე შეუძლიათ კლასგარეშე საათებში ცხოვრების ჯანსაღ წესს მიყვნენ და სპორტით დაკავდნენ. ითამაშენ ჩოგბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, თუნდაც ჭადრაგი, რომელიც სპორტის სახეობებს შორის ირიცხება. გამონათქვამი რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ, მართალია უკვე გაცვეთილია, თუმცა ახლაც არ კარგავს რეალურობას. ამიტომაც ევროპულ სკოლაში შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ენის შესწავლა. რუსულის, ინგლისურის, გერმანულისა და ფრანგულის. მათთვის ცალკე სახელობის სკოლებიცაა გამოყოფილი: პუშკინის, ჰუმბოლდტის, ჯეკ ლონდონ კლუბი. რაც შეეხება კვებას, 10-დან 12 საათამდე ცალკეული კლასის ბავშვებს ცალ-ცალკე ლანჩის დრო აქვთ. შემდეგ კი სადილობის პერიოდი, რომელიც რამდენიმე კერძისაგან შედგება. სკოლის მოსწავლეები ასევე უზრუნველყოფილები არიან როგორც ფსიქოლოგით, ასევე ლოგოპედითა და პედიატრით. სკოლაში ასევე ისწავლება ხატვა, ხელოვნება, ფორტეპიანო. მოქმედებს ქორეოგრაფიული და თეატრალური სტუდიები, რომლებსაც ჩვენ არასამეცადინო პერიოდის ფარგლებში განვიხილავთ. ევროპული სკოლის მთავარი განმანცხვავებელი ნიშანი საკუთარი ტელევიზიაა, რომელიც არაერთ გადაცემას ამზადებს. ეხმარება პედაგოგებს მოსწავლეების ინფორმირებაში, აშუქებს მის ტერიტორიაზე გამართულ ყველა ღონისძიებას. ფილმის მომდევნო ნაწილებში სასწავლო სამეცნიერო მუშაობა, როგორც ბავშვების, ასევე პედაგოგების მხრიდან, საათები გაკვეთილების გარეშე და STV, ბავშვების გვერდით და მათთან ერთად.